მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. GT Motors-ის ორგანიზებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე BMW M Experience გაიმართა, სადაც სხვადასხვა სიტუაციებში გამოვცადეთ BMW-ს მარკის ავტომობილები. სრული კულმინაცია კი ახალი M5-ის ავტოდრომზე გამოცდა იყო. აუ რა კარგი მოჭიდება აქ, ბიჭო! კაია, ძალიან კაია, თქო რა. ყოველდღიურ მანქანად რო ყავდეს და მოხვიდე უბრალოდ ავტოდრომზე და გაერთო, მართლა კარგი მანქანაა. просто ნელა მიდიან და მინდა რომ ცოტა იმას აუქნა რა ქვია. გადავასრო ეხა სოფელას. გავიცანით ავტობლოგერი და ტოპგეარის ყოფილი წამყვანი კრის ჰარისი. გამარჯობა კრის. შეგიძლია როგორც გინდა ისე იარო. ერთად მოვიდეთ, პრობლემა არაა. გაგაცნობთ კიდევ ერთ ჩვენ მეგობარ კომპანია Onyx, რომლის დახმარებითაც ავტონაწილების ჩამოტანა არა გაბარიტული, არამედ რეალური წონით შეგიძლიათ. თუ Onyx-ის საშუალებით შეუკვეთავთ გაბარიტულ ტვირთს, გაბარიტულ ტვირთში გულისხმობ მაგალითად ძრავის ხუდი, ეგრეთ წოდებული კაპოტი, როგორც ჩვენ ქართველები ვეძახით ჟარგონულად. მისი დათვლა მოხდება რეალური წონით და არა მოცულობითი წონით. ტოპსპიდთან ერთად გავეცით პასუხი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. ძალიან ხშირად მეკითხებიან, თუ გაქვთ მთლიანეცები. ანუ გონია რომ მთლიანი რაღაცეებია, მთლიანეცები, რასაც დააყენებს და რეალურად მართლა მთლიანად ალამაზობს მანქანა, თუ რამე კი, მთლიანად ალამაზობს მანქანა. სტუმრად გვეყოლებიან პროფესიონალი დრიფტერი ირაკლი შალიკაშვილი და ავტობლოგერი გიორგი პაპელიშვილი. ავტომობილი, რომელიც დრიფტთან ასოცირდება, დრიფტში დავამტვრია. დავამტვრია, ცოტა გავალამაზე, ნისანსიულია. ტექნიკური გამომართაობის ბრალი იყო, ეს რეალურად რო ვისაუბროთ, მაგრამ მოდი დავარქვათ, რომ იყო ჩემი ბრალი რა. რომ რაღაც ისე არ გამოვიდეს, რომ თითქოს თავს ვიმართლებ, ან როდესაც უნდა გავსწორებულიყავი უკვე, კოლოფი გაფუჭდა. ასე რომ ვთქვა, ანუ ცლად ჩემს ვიდეოში ყველაფერი მოყოლილი მაქვს, აქ ახლა მოკლედ რო ვთქვა, კოლოფი გაფუჭდა და საითაც იყო საჭე, იქეთ წავიდა და გადავწყვიტე ცილვით, გადავსულიყავით ოფროუდზე და ხელოდნაშვილის და ჩემს შორის იყო დიდი რაღაც ესეთი უთანხმოება, იმიტომ რომ ფან ბეისები დაეჯახა ასე ეგეთ და წესი თვითონ უნდა იყოს მომდევნო 7-1 არის ოფიციალურად ანგარიშში. ასე რომ ის ერთის დავიმტვერეთ. ტელემეტრია რო ყოფილიყო 8-0 იქნება. ეხა აუცილებლად გვიყურებს და ასეთ კოდი აქედან. არაფერი მინდა რომ დაბრუნდეს. ანუ სხვა არაფერი და ნებისმიერ დრიფტერი წავიდა უნდა დაბრუნდეს. თუ მინდა რომ რაღაცა დრიფტი გადარჩეს. სანამ ახალ ამბებზე გადავალთ ოფიციალურად, მანამდე ძალიან საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა საქართველოში და მსოფლიოში. იცოდით თუ არა რომ ჩეხეთში 6 წელი დაძდევდნენ ფორმულა 1-ის პოლიც. კი, YouTube-ზე მქონდა სხვა შორის ვიდეო ნანახი, რომ ანუ ავტობანზე ეს ქუჩებში დადიოდა ეს ბოლიდი ჩაივლის, ნუ დაახლოებით ალბათ 1-200-ზე ზემოთ სიჩქარით, იმიტომ რომ 6 წლის თავზე პოლიციამ დააკავა. რა საინტერესო ადამიანი არის თვითონ ეს ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა და რა საინტერესო ხობი აქვს წარმოიდგინე, ჯერ ფორმულა 1-ის ბოლიდი იყიდო, მერე აწყო და მერე ესე გადაადგილდე საზოგადოებრივ გზებზე. სხვათა შორის გარდაიცვალა Mazda Miata-ს დიზაინერი, რომელიც სულ პირველი Miata გაკეთა პოპ-აპარებზე რაც არის და ეს Mazda იყო Koenigsegg-ისთვის თვითონ ინსპირაცია მარკის და ბრენდის შექმნის. რომ არა ეს დიზაინი Koenigsegg-ი დღეს არ იქნებოდა. თვითონაც ესე თამამად განაცხადა ძალიან საფრთხე ყავს ქრისტიანს ეს ავტომობილი თავისი Mazda გაყიდა და მე იქიდა ისევ შეიძინა, ესე ძალიან საინტერესო ისტორია. ლუის ჰამილტონმა გაყიდა თავისი ყველა ავტომობილი. რაც დარჩა ყიდის. ჩემთვისო ერთადერთი ოცნების ავტომობილი არის Ferrari F40, ალბათ ერთ-ერთი ლეგენდარული ავტომობილია, ყველას მოგეხსენებათ და უნდა მის შეძენა. ასე რომ დარჩა მხოლოდ F1-ის ბოლიდის ამარა, მხოლოდ მაგით შეუძლია გადაადგილება. სხვათა შორის ძალიან კარგი გემოვნება აქვს, მინდა აღვნიშნო. ძალიან უყვარს JDM ავტომობილები. ეს ვიდეო გექნება აუცილებლად ნანახი იაპონიაში, რომ R34-ით დადის. თან მიყვარს ეგ ვიდეო. საკმაოდ ისეთ გემოვნებიანი ადამიანია და დავეთანხმები იმაშიც, რომ ჩემთვის საუკეთესო ავტომობილი რაც კი ოდესმე შექმნილა, ალბათ არის F40.
კი. დღეისათვის ბოლო მიმოხილვა რაც არის, როგორც მოგეხსენება, ჩატარდა BMW M Experience საქართველოში, რუსთავის ავტოდრომზე, სადაც ჩვენც ვიყავით, გამოვცადეთ ახალი ყველა იმი აბსოლუტურად ალბათ რაც იყო, M5-ები გამოვცადეთ, ვატარეთ, იქ კრის ჰარისი ჩამოვიდა, ისიც გავიცანი და ერთადერთი, ანუ სანამ სიუჟეტს განახებდა გადავალთ, მინდა აღვნიშნო, ესეთი ორგანიზებული, ესეთი დროში ზუსტად გაწერილი ღონისძიება მე საქართველოში არ მახსოვს რომ ჩატარებული იყო. ძალიან კარგი ღონისძიება იყო, 2 დღე, რაც ამ ღონისძიებაზე გავატარეთ, მართლა ვისიამოვნეთ, გამოვცადეთ ახალი M5, რომელიც ფანტასტიკური ავტომობილია. მეგონა სანამ ასე ვთქვათ, საჭესთან დავჯდებოდი, რომ აი სიმძიმის შეგრძნება იქნებოდა და ჩქარია რა, სიმძლავრე აქ. იცი რა არის ტექნოლოგიურად ხო? 1000 ნიუტონმეტრი. ტექნოლოგიურად იმდენად დახვეწილი არის, რომ აი Understeer-ს რასაც ეძახიან, აი ძალიან ბევრ ძველ Mercedes-ებს ჩვევიათ, რომ აი ძალიან აი რაღაცნაირად ეზარება მოსახვევში შესვლა და აი მანევრს ვერ აკეთებს. აი ყოველთვის აი თუ გახსოვს, სულ იყო ხოლმე კამათი 5 კომპრესორი თუ S60-ის M5-ი. აი 5 კომპრესორი იყო ხოლმე, ყოველთვის აი ისეთი მანქანა, რომ აი ეზარებოდა რაღაცის გაკეთება. კი, ნუ სწორზე ჩქარია, მაგრამ კი, აი ბიზნეს კლასია, დიდია, მძიმეა, მაგრამ კარგადია რა. ჩემი აზრით, BMW-ში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ სპორტული ავტომობილი გინდა და ტრეგზესიარული გინდა M3 M4 უნდა გყავდეს და M5 არის უფრო ბიზნეს კლასის ავტომობილი, რომლითაც შეგიძლია ხანდახან თუ სურვილი გექნება, ჩახვიდე და საკმაოდ კარგად გაერთო. 2 დღე ისე გავიდა, იქ რო ვიყავით, აი არ გვინდოდა რომ ის დღე მორჩენილიყო. ისეთი ემოციები დატვირთულები ვიყავით, არ ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ შესაძლებლობისთვის GT Motors და BMW Groups. აი არ ვიცი, ფანტასტიკური იყო, ყველაფერი დროში ზუსტად გაწერილი, აი იდეალურად ჩატარებული, არ ვიცი, ბრავო, მართლა ბრავო. მოდი თავს არ შეგაწყენთ, ვნახოთ ეს სიუჟეტი და დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში. ავტომობილის ძრავების ხმა, საბურავების ზუზუნი და ადრენალინის ზღვა. წავედით! აუ რა кай ხმა აქ, ბიჭო! ამ ემოციებმა 20-21 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ყველა ავტომოყვარულისთვის განსაკუთრებული უქმეები გააერთიანა. GT Motors-ისა და BMW ჯგუფის ორგანიზებით ჩატარებულმა BMW M Experience 2025-მა სტუმრებს მართვის დაუვიწყარი გამოცდილება და ერთი დიდი თავგადასავალი აჩუქა. ემოციების პირველი გამახურებელი ნაკადი სლალომის ტესტზე შევიგრძენით, სადაც ახალი X5M, X3M, X6 და საოცრად მოქნილი წილად ხარტი Mini John Cooper Works-ის მართვის პატივი გვერგო. ეს ყველაფერი არ არის. BMW M5 და M5 ტურინგი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის სრული 8 წლის განმავლობაში ჩვენგან კარგულებაში იყო. აუ რა კარგი მოჭიდება აქ, ბიჭო! კაია, ძალიან კაია, თორე რა, ყოველდღიურ მანქანად რო ყავდეს და მოხვიდე უბრალოდ ავტოდრომზე და გაერთო, მართლა კარგი მანქანაა. просто ნელა მიდიან და მინდა რომ ცოტა იმას აუქნა რა. გადავასწრო ეხლა სოფავას. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ავტოდრომზე ერთდროულად რამდენიმე მანქანის გამოცდისას ავტომოყვარულებისთვის BMW-ს ყველა შესაძლებლობების გამოცდა ზედმეტად რისკიანი იყო და მასზეც უარის თქმა არ გამოვიდოდა. ამიტომ საჭის მართვა BMW-ს 25 წლიანი გამოცდილების test driver-ს ვანდეთ. Ready, let's go. აქ არის ჩემი რეკორდი 170. 200-ს ვიდიო. დავай, პროტო. მაგარია. ორივე პარებრიკი აკარგად გადააბა.
ავტომობილი არის ნამდვილად ძალიან ძლავრი და სწრაფი, როგორც აჩქარების მიმართულებით, ასევე რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი ზომებით, გაბარიტებით, საკმაოდ დიდი ზომის ავტომობილია, ეს არ იგრძნობა ტრეკზე, რადგანაც მოჭიდება არის საკმარისზე მეტი, ნებისმიერ მოსახვევში ის არის კომპეტენტური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალი სიჩქარით მოსახვევში შესვლის მიუხედავადაც ის არ კარგავს სტაბილურობას. ეს შეიძლება აუხსნათ ავტომობილის გეომეტრიითაც, რადგანაც ის არის თავისი არსით გამართული, ან შეგვიძლია აუხსნათ, რა თქმა უნდა, მისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩარევითაც, რომელიც ვხედავდით, რომ მუშაობდა ზოგიერთ მოსახვევში განსაკუთრებით აგრესიულადაც. თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გვაძლევს რაღაცნაირად ერთიან ბუკეტს გამართული ავტომობილისა, რომელიც არის კომპეტენტური ყველანაირ ვითარებაში, როგორც სარბოლოო ტრასაზე, ასევე ჩვეულებრივ გზაზე და M5-ის მყიდველს ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებს ავტომობილი, რომელიც აკეთებს ყველაფერს ყოველთვის კარგად. BMW-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში GT Motors-ი ბრენდის უახლეს მოდელებთან ერთად მსურველებს სრულფასოვან სერვისს თავაზობს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას პირდება. კომპანიაში ამბობენ, რომ თანამშრომლობა გამორჩეულ ავტომწარმოებლებთან არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ საქართველოში BMW-ის კულტურასა და ცხოვრების სტილის განვითარებასაც მოიცავს. BMW-ის ჯგუფთან ერთად GT Motors-ის ორგანიზებული სლალომის ტესტიც ამ ურთიერთობის ნაწილი იყო, რომელიც ავტოინდუსტრიის გლობალურ კონტექსტში საქართველოს პოზიციას აძლიერებს და ქვეყნის ცნობადობას ზრდის. ამის დასტურად GT Motors-ის გუნდის წევრებს პორტფელში 3-წლიანი თანამშრომლობის მანძილზე ორჯერ მიღებული BMW Global Presidents Award-ის ჯილდო აქვთ. ალბათ იცით, რომ დაახლოებით 3 წლის წინ მოხდა ჩვენი ხელშეკრულების გაფორმება BMW-სთან და ფაქტიურად იმ დღიდანვე ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა ჩვენი არსებული მოყვარული BMW-ის ფანებისთვის და მომავალი ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის. წელს ყავს საკმაოდ დიდი გამა, 15 ერთეული ახალი BMW M-ის მეხუთე სერია. მაგის გარდა მინის თვალსაზრისით JWC მინიც ყავს ტესტზე და მოხარული ვართ მივიღოთ ჩვენი ყველა მომხმარებლები, პოტენციური მომხმარებელი და მომავალი პატარა BMW-ის ფანებიც. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში BMW Motorrad შემოვიდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ქართული კომპანია GT Motors-ია. Motorrad-ების მიმართულებით BMW მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. წარმოების დიდი გამოცდილება და მემკვიდრეობა აქვს, რომელიც 100 წელზე მეტ ითვლის. ეს ისტორია 1923 წლიდან იწყება და ბრენდის პორტფოლიო დღეისთვის უკვე სპორტულ სერიებს, GS-ხას, შორი მანძილებისთვის განკუთვნილ კომფორტულ მოტორადებს, კლასიკური დიზაინის ბაიკებსა და ეკომეგობრულ ელექტროსკუტერებს მოიცავს. მრავალფეროვანი არჩევანი მოტორადების მოყვარულებს ერთი ბრენდის ქვეშ განსხვავებული გემოვნების შესაბამისი არჩევანის საშუალებას კიდევ უფრო უზრდის. I'm extremely pleased to announce that ოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ BMW Motorrad-ის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. ჩვენთვის დიდად სასიხარულოა აქ ყოფნა. ეს მართლაც შესანიშნავი ღონისძიებაა ჩვენი ბრენდის საჩვენებლად. რადგან BMW-ს აქვს 2 M. M ბრენდი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში და რა თქმა უნდა, M, რომელიც მოტორედს აღნიშნავს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი საზოგადოება საქართველოში. ჩვენს პარტნიორს GT Motors უსურვებთ დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სიამოვნებას მივანიჭებთ ქართველ მოტომოყვარულებს. And I'm certain that we will bring a lot of pleasure to the Georgian riding community. აქცია ცხოვრება სვლად. სურპრიზები გასულ უქმეებზე მხოლოდ BMW-ის ახალი მოდელებით და მათი შესაძლებლობებით არ ამოწურულა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე BMW-ის ძალა ბრიტანელმა ჟურნალისტმა კრის ჰარისმაც გამოსცადა. ავტომოყვარულებისთვის მთელი მსოფლიოდან კარგად ნაცნობი და გამოცდილი კრის ერბოლაში თავადად ჩაერთო და მისი მიმოხილვების ხელწერა კრიტიკული შეფასებებით ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულ მოლოდინს ქმნიდა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ძალიან მომეწონა. აქ არის მაღალსიჩქარიანი მოსახვევები და დაბალსიჩქარიანი. ასევე ბევრი ადგილია, სადაც შეგიძლია ავტომობილი მოაცვო. აქ ყველაფერი ძალიან მომწონს. გამარჯობა კრის. შეგიძლია როგორც გინდა ისე იარო. ერთად მოვიდეთ, პრობლემა არაა. ავიდეთ.
ამ მანქანას უნდა რომ სულ სრიალებდეს ყველა მოსახვევში. Slide every single corner. I just think for მე ვფიქრობ ეს არის მანქანა რომელიც შეგიძლია მართო ყოველდღიურად ქალაქში. როცა გინდა შეგიძლია გახადო 4-ვე წამყვანი. ჩაურთო ყველა სისტემა. თოვლში ისიამოვნო მისი მართვით. მე ტურინგი მყავს და ფანტასტიკური ავტომობილია. I have the touring now. კრის ჰარისისგან მიმოხილვას BMW-ის მაყურებელი კიდევ მოისმენს. და იქამდე, როგორი იყო BMW M Experience 2025, ემოციების და ზღვა ადრენალინის ფონზე დამსწრეთა ღიმილიან სახეზეც ამოვიკითხეთ. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. საოცრად კარგი მძღოლი შეხვდა, ძალიან გამოცდილი, რომელმაც ასევე მოგუყარა 30 წელია უკვე BMW-სთან თანამშრომლობს და იყო, არ ვიცი, ექსტრემი, სწორად მაქსიმუმი, რაც კი გამიცდია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ტრეკი, რომელიც გავიარეთ, ასევე იყო ძალიან რთული და მართლა წამებში ისე გავიდა ტესტ, რომ საერთოდ ვერც მივხვდით. და ის ზუსტად არ ვიცი, რომელი 2 წუთი ნახევარში დავბრუნდით გასვლის ადგილას და მართლა იყო საოცარი გამოცდილება. ემის გამოცდილება ისედაც აღმაფრთოვანებელია, ერთ სიტყვით რო ვთქვა და პირველი რა გზნობაც ჰქონდა რომ გადმოვედი, არის რომ გინდა რომ მიხვიდე პარკინგთან და წახვიდე სახში იგივე მანქანით, მეტი არაფერი. მინდა გაგაცნოთ ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი კომპანია, ეს არის Onyx-ი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ამერიკიდან ამანათები გამოიწეროთ. ჩვენთვის ალბათ უფრო საავტომობილო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და ჩემი ჩვენი მეგობრების ტკივილი არის ის, რომ ყველაფერი ითვლება მოცულობით. ზონა. ჩემი ტკივილი განსაკუთრებით არის, იმიტომ რომ ისეთი ავტომობილი მყავს, რომელიც სულ რამოდენიმე ცალი არის საქართველოში და რა ბამპერი დაგჭირდეს, ხაურა დაგჭირდეს, კარები დაგჭირდეს, საბარგული დაგჭირდეს, არ აქვს მნიშვნელობა რა გინდათ იყოს ძრავი, ყველაფერი ითვლება მხოლოდ რეალური წონით. არავით არის მოცულობა. აი ეს არის, არ ვიცი. ძალიან მაგარი არის, მით უმეტეს ეხლა აქცია აქვს Onyx, ასე ვთქვათ, 25 ლარის მაგივრად იქნება 1 კილოგრამი 20 ლარი. იმიტომ რომ კარბონის კაპოტის ჩამოტანა რო დაჭირდეს ადამიანს, რომელიც არის რაღაცა 2-3 კილო, რეალურად შეიძლება დაგითვალონ 20 კილოდ. სხვათა შორის ჩვენ გვყავს ერთი ძალიან საინტერესო პროექტ ხარსი, რომელსაც ვაწყობთ და Onyx-ი გვეხმარება ამ ყველაფერში. მოგვიყევი შენ მანქანაზეც და მე სიუჟეტიც ვახავ. ჩემი ავტომობილი არის, მე მგონი ვინც მიცნობს ყველა მიცის, Integra DC1, ძალიან იშვიათი მოდელი არის. ძალიან ისეთი საქართველოს 3-4 ცალი არის დარჩენილი. Honda-ისთვის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი არის ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით და მსოფლიოში აღიარებულია კიდევაც Type R ვერსია რო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი წინაწამყვანი ავტომობილი და მოკლედ დავიწყეთ Onyx-თან ერთად ამ ავტომობილის აწყობა. თუ რას როგორ და რანაირად ვაკეთებთ და ზოგადად რა აპგრეიდები იქნება და რა ნაწილებს ჩამოვიტანთ და როგორ ავაწყობთ ამ ყველაფერს, ნახავთ უცბად უფრო ვიდეოში. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო პროექტი იქნება. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ავტომობილი Honda Integra DC1 და ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Honda. 次の RA Integra Type R 98 スペックデビュー არის ძალიან იშვიათი. საქართველოში სულ დადის ალბათ 3-4 ცალი, ერთ-ერთის ყოლის პატივი მხდაწილად მე და ძალიან ბედნიერი ვარ. მოკლედ, ტექნიკურად რო ვისაუბროთ ამ ავტომობილზე, არის 1 და 6, სამწუხაროდ არ არის ვიტეკი, მაგრამ ნუ ძრავი, კოლოფი და ასე ვთქვათ, ავტომობილის გული, ასე ვთქვათ, არის აწყობილი, გაძლიერებული, გაკეთებული და აქედან გამომდინარე, ყოველთვის, როდესაც რაღაცა ნაწილის შეძენა მსურს, თუნდაც ვიზუალური მხარე იქნება ეს თუ ასე ვთქვათ, ძრავის შიდა კომპონენტები, ყოველთვის ვზივარ ამერიკულ საიტებზე, სადაც იყიდება ამ ავტომობილის ძალიან ბევრი ნაწილი. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში Honda გამოდიოდა აკურის სახელით, ეს ავტომობილი ამერიკაში საკმაოდ ბევრი არის და რა თქმა უნდა, მისი ტიუნინგი და ასევე ქართული დეტალებიც ამერიკაში ძალიან უხვად არის და ძალიან დიდი არჩევანია. ხოლო ამ ყველაფრის საქართველოსამდე ჩამოტანაში კი გვეხმარება ჩვენი მეგობარი კომპანია Onyx.
რომელსაც ძალიან მაგარი შეთავაზებები აქვს ავტომოყვარულებისთვის. მაგალითად, თუ Onyx-ის საშუალებით შევუკვეთავთ გაბარიტულ ტვირთს, გაბარიტულ ტვირთში გულისხმობ მაგალითად ძრავის ხუდი, ეგრეთ წოდებული კაპოტი, როგორც ჩვენ ქართველები ვეძახით ჟარგონულად. მისი დათვლა მოხდება რეალური წონით და არა მოცულობითი წონით. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი პლუსი, მით უმეტეს, რომ ესეთ ძველ ავტომობილებზე უკვე ნაწილების შოვნა ჭირს და თან Onyx აქვს ძალიან მაგარი შეთავაზება, 1 კილოგრამი 25 ლარის ნაცვლად იქნება 20 ლარი. ყველაზე კომფორტული კი არის ის, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ამერიკიდან შევუკვეთეთ Onyx-ის საშუალებით, სულ რაღაც ერთ კვირაში ჩამოგვივიდა. თან, ასე ვთქვათ, არ მომიწია არსად გასვლა და მითითებულ მისამართზე მომიტანა კურიერმა. მეგობრებო, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ Onyx-ის საშუალებით ძალიან დიდ თანხებს ზოგავთ. ეხლა კი ერთი სული მაქვს, რომ ვნახო შიგნით რა დევს და გავაკეთო პატარა unboxing-ი და თქვენც გაჩვენოთ რეები ჩამოვიტანეთ ჩვენი Honda Integra-ისთვის. ეხლა კი ყველასთვის საყვარელი მომენტი, unboxing-ი. მოკლედ, დავიწყოთ ამ ყუთით. საკმაოდ მძიმე არის, მინდა გითხრათ. მე კი ხვდები უკვე შიგნით რაც დევს, მაგრამ მინდა რომ თქვენც გაჩვენოთ. და ეს არის ეგრეთ წოდებული გადაბმულობის ქურო, ეგრეთ წოდებული ცეპლენია, როგორც ჩვენ მას მოვიხსენიებთ ჟარგონულად. საკმაოდ მძიმე არის, მინდა გითხრათ, აქ არის კომპლექტი. ეს ძალიან მძიმეა. ეს არის უკვე ეგრეთ წოდებული ქურო, პლიტა, ასე ვთქვათ. ასე რომ, ვისაც გინდათ, რომ აი ამ ძალიან მაგარი შეთავაზებით ისარგებლოთ, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის ზუსტად ავტომოყვარულებისთვის, იმიტომ რომ ყველაზე დიდ მოცულობით, ასე ვთქვათ, ტვირთს ვეზიდებით ხოლმე ამერიკიდან ავტომოყვარულები. ასე რომ, ვისაც გინდათ, რომ ამერიკიდან ჩამოიტანოთ ავტომობილის ნაწილები ძალიან კარგ ფასში, აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ვებგვერდზე Onyx-ში, დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ ამ ძალიან მაგარი შეთავაზებით. მე კიდევ გავაგრძელებ ჩემი ნაწილების unboxing-ს და ბოლომდე არ გავხსნი ამათ. დანარჩენს სხვა ვიდეოსთვის შემოვიტოვოთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას და სასიამოვნო და კარგ შოპინგს გისურვებთ. გიორგიმ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა Top Speed-დან, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები. კი. ძალიან საინტერესოა, ძალიან უცნაური შეკითხვები იყო, ბევრი და ჩვენც არ მოველოდით. ისეთი კითხვები ისმევა თურმე. მაგრამ როგორც წესი საავტომობილო სფერო, ესეთი უცნაურია ხოლმე ხანდახან და ძალიან საინტერესო კითხვებით. მით უმეტეს, ვინც არის Top Speed-და გააკეთა თავისი სერვისი, სადაც უკვე ყველა შეძენილი ნივთი, ტუნინგის ავტო იქნება, თუ რაც იქნება, გინდათ სავარძელი, გინდათ მაყუჩი, ყველაფერი დააყენოთ ადგილზე უკვე. კარგი, მოდი ვნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით ისევ ეთერში. მოგესალმებით Top Speed-ის სივრციდან, სადაც მოვიყვანე ჩემი ავტომობილი Honda Integra. ეხლა რა ხდება? აგიხსნით ყველაფერს. მოკლედ, როგორც ვიცით, საქართველოში შემოიღეს კანონი, რომ გადაკეთებული მაყუჩები და ასე შემდეგ არ შეიძლება, ძალიან ბევრი დაგვაჯარიმეს, მეც დამაჯარიმეს. ასე რომ მოვიყვანეთ ჩემი Integra, რომელიც არის ძალიან ხმაურიანი. და ვაპირებთ, რომ ჩემს ავტომობილზე დავაყენოთ ოდნავ უფრო დიდი ეგრეთ წოდებული მაყუჩი და კიდევ დავამატოთ რეზონატორი, რომ ცოტა ხმა დარბილდეს და აღარ იყოს ესეთი ხმაურიანი და რაღაც ნორმაში ჩაჯდეს. ამ ყველაფერს კი გავაკეთებთ Top Speed-ის სივრცეში, სერვისში. მოკლედ, მოვყვები რა გაკეთდა ჩემს ავტომობილზე. ჩემს ავტომობილზე დავაყენეთ გამშვები კოლექტორი, რომელიც შევიძინეთ Top Speed-ში. და გადასაკეთებელი არის შეერთების წერტილები, ასე ვთქვათ. ასევე გვინდა, რომ შევცვალოთ ეგრეთ წოდებული მაყუჩი, დავაყენოთ ზომაში ცოტა უფრო დიდი, რომ ეს ხმა შეიძლება ითქვას, რომ შთანთქოს უფრო და ცოტა დაარბილოს. მოკლედ, ეს არის გრიავას მაყუჩი, რომელიც ზომაში არის საკმაოდ დიდი და ჩვენ ვფიქრობთ და გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგადად ესეა ხოლმე, როდესაც დიდ მაყუჩს აყენებთ, ხმა ცოტათი რბილდება. იმედი მაქვს, რომ ძალიან სასიამოვნო ხმა ექნება და აღარ იყვირებს და აღარ შეაწუხებს გარშემო ადამიანებს.
ახლა კი შემოგთავაზებთ რუბრიკას Top Speed-ში ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რაშიც მე დამეხმარება რობი და გავიგებთ ყველაზე ხშირად რა კითხვები აქვთ ხოლმე Top Speed-ის მომხმარებლებს. დაგიბრუნდით რობისთან ერთად. რობის ალბათ ყველა იცნობთ. რობი არის Top Speed-ის გაყიდვების მენეჯერი და მუშაობს Top Speed-ში გახსნის დღიდან. რამდენი წელია რობი რაც Top Speed-ში მუშაობ? მოგესალმებით. დაახლოებით 18 წელია მუშაობ მე Top Speed-ში. ფაქტიურად რაც ბავშვობიდან რაც მახსოვს მუშაობ აქ. მე რაც მახსოვს რომ პირველად Top Speed-ში დავიწყე ასე ვთქვათ სიარული და მაშინ სხვა ლოკაციაზე იყო, საფრთხეზე იყო. მაგ დღიდანვე მახსოვ ხარ და ყოველთვის რომ მოვდიოდი ხოლმე, იყო ალბათ მომენტები რომ მეც დამისვია რაღაც უცნაური შეკითხვა. და ეს ძალიან ხშირია ხოლმე. მოკლედ მე და რობი მოვამზადეთ ყველაზე ისეთი უცნაური კითხვები, რასაც სვამენ ხოლმე. რობი არის Top Speed-ის Facebook ჯგუფის ადმინი და აი რომ ტელეფონს რო აიღებთ ხოლმე და რო რეკავთ ხოლმე, ეს ადამიანი გპასუხობთ ხოლმე და მოკლედ გიხსნით რა არისთვისა, რაზე მიდის და ასე შემდეგ. რობი მზად ხარ? კარგი, პირველი კითხვა, რაც ესეთი ხშირი კითხვა არის, მაყუჩი რომ თქვენთან შევიძინოთ, თქვენ შემიცვლით? რა თქმა უნდა. გვაქვს დიდი ხანი არ არის, მაგრამ დაახლოებით 4-5 თვეა უკვე გვაქვს ჩვენი სერვისი, სადაც ნებისმიერ პროდუქციას, სადაც ჩვენ ვყიდით, ვამონტაჟებთ კიდეც. ანუ იყო მოთხოვნა ამაზე, ამიტომ გავხსენეთ, ყოველთვის იყო კითხვა იმაზე, რომ ვიყიდო, სად დავაყენებ და მოთხოვნა გავაკეთებინა ეს, რომ ესეთ სერვისი გავაკეთეთ. სხვაგან რომ ვიყიდო რამე სპორტული დეტალი დამიყენებთო? მაგაზე გამეცინა სიმართლე გითხრა. ისეთი რა დეტალი დაიყიდოთ სხვაგან რომ ჩვენ მაღაზიაში არ იყიდებოდეს. მოკლედ Top Speed-ში ყველაფერი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ნებისმიერ დეტალს, თუნდაც სხვაგან ნაკიც ჩვენი ხელოსანი, რა თქმა უნდა, დაამონტაჟებს, უარს რა გეტყვით ნამდვილად მაგაზე. ეს ყველაზე საინტერესო ისეთი კითხვა არის. K&N-ის ფილტრი მართლა უმატებს ცხენებსო? შემიძლია შემოგანდო პასუხისგაცემა, ვიცი რომ შემოგეთ ამაზე მე გაგცემთ პასუხს. მოკლედ ჩვენს გვაინტერესებდა ეს და გავაკეთეთ სპეციალურად პატარა ტესტი Z4-ზე, N55-ზე, ჯერ ქარხნულ ფილტრზე გავზომეთ დაინოზე ცხენის ძალები, შემდეგ კი მხოლოდ K&N-ის ფილტრის შეცვლის შედეგად გავზომეთ ცხენის ძალები და სხვაობა მივიღეთ დაახლოებით 15 ცხენი თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ამის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით იმაში, რომ ნამდვილად K&N-ის ფილტრი უმატებს ცხენებს. კი ბატონო, არის ჩვენ ფერის გვერდზე. მეოთხე კითხვა გვაქვს კიდევ ძალიან საინტერესო არის. თქვენი aftermarket ნაწილებით მაქსიმუმ რამდენი ცხენის ძალის ამოღება შეიძლება ტურბინიან ავტომობილზეო? გააჩნია, ანუ რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილზე ერთნაირად რაც შეუძლია მანქანას იმ სპორტულ ავტომობილზე თქვენსაც იმას ვერ ავწდებით, რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილს სპეციფიურად განსხვავებული ძალა აქვს, განსხვავებული ცხენის ძალები აქვს. ძირითადად ჩვენთან რაც ყველაზე ხშირად მოდიან ახლა ვიტყვი რომ BMW-ს მოყვარულები და ალბათ მაგიტო არის რომ ჩვენთან ყველაზე მეტად მაინც უფრო მეტი პროდუქცია არის BMW-ს. ინტერკულერები არის, ძალიან ფართო არჩევანი არის ინტერკულერების და ყველაზე ხშირად მე მგონი დაუნპაიპებსაც. კი ბატონო. ანუ BMW იმიტომ ვახსენე რომ უბრალოდ ბევრი პროდუქცია გვაქვს BMW-ში და კოლექტორები გვაქვს, ცხელი კოლექტორები, რაზეც დაახლოებით 15 ცხენის ძალას ნებისმიერ სტოკ მანქანაზე, სტოკ BMW-ზე ამოაქვს. პლუს მე უკვე ახალ მოდელებზე, უკვე F30 და შემდეგზევით ახალ G სერიებზე უკვე გვაქვს დაუფაიფები, რომელსაც იგივენაირად პატარა არ არის 15 ცხენის ძალა და შემდეგ უკვე გატურბინება, 인ტერკულერები და მე რაღაცა ისეთი რაღაცების დაყენებით უფრო მე რა თქმა უნდა მეტი ემატება კი ბატონო. ფაქტიურად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ მაღაზიაში ყველა დეტალი არის, ტურბინებიც გვაქვს, ყველა დეტალი არის იმისთვის რომ მოვიდეს მანქანა სტოკი და აეწყოს მთლიანად ყველა დეტალით და მოუმატოს ცხენის ძალები. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, რომელსაც სხვა შორის მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე, K&N-ის ფილტრები მართლა ორიგინალია თუ არა? კი, რა თქმა უნდა, ორიგინალია. ამაზე მეცინება ხოლმე. კი, არა, ორიგინალია. ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის
ფილტრებს ვყიდით, ასევე ვამონტაჟებთ ადგილზეც და აი შემიძლია გითხრა ესეთი ცოტა შესაძლოა და ჟღერდეს, მაგრამ აი ჩვენ მაღაზიის წინ და ბოქსში დაყენებული ფილტრი გასულა ერთი წრე დაურტყია და მოსულა უკან და იწუთას უძგვის განსხვავება. ეხლა არ ვიცი, იქ შევა ცხენი ვერ დაუთვალო, მაგრამ მანქანის პატრული გძრობს იმას, რომ ჩააყენა K-ენდენის 2 კილოметრი ფილტრი, გავიდა რაღაცა 1 კილომეტრი არა და სულ სხვა მანქანაც ფაქტურად შეცვალა მანქანა. კი, თან ეს დავკონკრეტდეთ, რომ ძალიან საგრძნობი არის, როდესაც ტურბინიანი ავტომობილი არის. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. მოკლედ, ტურბინიანი ავტომობილები, ვისაც გყავთ, მისწრება არის თქვენთვის კიდე სპორტული ფილტრები. თუნდაც ვისაც ჩაწერა უნდა stages, ფაქტიურად stage თითქმის არავინ არ უწევს, ყველა ეუბნება, რომ K-ენდენის მით ჩადეჯერ, იმიტომ რომ თავსებადი არ არის გაძიებულ მანქანასთან ჩაურებული ქაღალდის. კი ბატონო და ვერაწვდის იმ რაოდენობის ხარისხს, რაც სჭირდება იმას, რომ stage-ერ და stage-ერ იყოს ჩაწერილი. მრავალფეროვნად შეიძლება რომ ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, იმიტომ რომ ზოგადად რას ნიშნავს ომოლოგაციაო? ომოლოგაცია ზოგადად სჭირდება ავტომობილს, რომელიც დადის სპორტულ შეჯიბრს. ანუ ოფიციალურად, როდესაც ავტომობილში ყენდება უსაფრთხოების კარკასი, ეს ავტომობილი მზადდება ოფიციალური შეჯიბრისთვის, სპორტული, პროფესიონალური დისციპლინისთვის, ეს იქნება ტრეკზე სიარული, წრიული რბოლა, ეს იქნება აღმართის დაძლევა და რა ომოლოგირებული პროდუქცია გაქვთ თქვენ დღეს ტოპსპიდში წარმოდგენილი, ის გითხარი? კი, ჩვენ გვაქვს როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ორიგინალი პროდუქცია. ასე რომ ვთქვათ, ომოლოგირებული FIA სტანდარტით, რომელიც სჭირდება ყველა პროფესიონალ ავტომობილერს. მოყვარულებიც ხშირად ყიდულობენ, იყდიან უფრო დიდ თანხას შედარებით, უფრო ძვირი ღირს ეგ პროდუქციას შედარებით სხვასთან. გვაქვს ასევე ორიგინალი პროდუქცია, რომელსაც არ აქვს, ასე რომ ვთქვათ, ომოლოგაციის ბეიჯი, მაგრამ არის ორიგინალი, არის ძალიან კარგი ხარისხი. ძირითადად ხმარობენ ჩვენთან კარტინგზე ვინც გამოდის და ასევე ჩვეულებრივად ნებისმიერ ავტომოყვარული ხმარობს და საკმაოდ ნახევრად სამოყვარულო. ხო, ნახევრად სამოყვარულო და საკმაოდ დაბალი ფასებია მაგ პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არის ორიგინალი და აი მე რომ გითხრა სიმართლე, ძალიან ახლოს არის იმ პროდუქციასთან, რომელსაც FIA სტანდარტი აქვს. ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქცია ტოპსპიდში. აი, ყველაზე ხშირად რა იყიდება ტოპსპიდში? არ ვიცი, ახლა პასუხი ძალიან მარტივი გასაცემია, სპეისერები. კიდევ იყო ესეთი აი, უბრალოდ ჩვენ მაღაზიასთან რომ გამოიარო და შემოსვლა გინოდეთ, სუმანქანები შეიძლება, კი, დაახლოებით 100-150 მეტრის ინტერვალში ყველა მანქანა და კი, ხანდახან ვერ ვაჭერებ. ყველა ელოდება სპეისერს. ვერ ვაჭერებ ხოლმე. ხო, ყველადგან იქშო სპეისერი დააყენოს. მოდი, ეხლა გადავიდეთ ცოტა ისეთ უცნაურ კითხვებზე, რაც დაგამახსოვრდა და რაც, ასე ვთქვათ, ცოტა სასაცილო არის. რა არის ხოლმე ისეთი კითხვა ცოტა უცნაური. ფლიანეცებზე ლაპარაკობდი და სიტყვაზე ამახსენდა, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ან მირეკავენ, ან წერენ ხშირად, სხვათა შორის ეს არ უკითხია, ალბათ სიტყვა რო გავს, უფრო მაგიტო და ვინც იდეათ ვერ ერეკვა ზოგი პირველად აყენებს ფლიანეთს და არც გაუგია ვიღაცა უთხრა მეგობარმა რომ წადი შენ ფლიანეთები დააყენი აქ და მაგრად მოუხდება და ამ დროს მირეკავს და თუ გაქვთ მთლიანეთები ანუ გონია რომ მთლიანი რაღაცეებია მთლიანეთები რასაც დააყენებს და რეალურად მართლა მთლიანად ალამაზებს მანქანას თუ რამე აკრია კი მთლიანად ალამაზებს მანქანას ასევე ფლიანცელები ესეც ვეკითხებიან და ზოდა მეღიმება ხოლმე მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ეს არ ჩვენ არ დავცინივართ არავის იმიტომ რომ მეც რაც არ ვიცი რაც ვერ ვკვევი და იმას ვეკითხები მეც მომწონს ეს რა თქმა უნდა მოკლედ ტოპსპიდში რომ მოვლენ ხოლმე იკითხონ ხოლმე ფლიანცელები და ფლიანცელები მე ვხვდები რატო არის მოსული შეუძლიათ მაგ სიტყვებით იკითხონ პროდუქცია მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო თუ შემდეგში რაიმე მსგავსი კითხვები გექნებათ ჩემთან ან რობისთან, შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook გვერდზე, ან შეგიძლიათ რობის დაურეკოთ ხოლმე და კითხოთ და რობი მოინიშნავს. იმედი მაქვს, რომ ხმის კანონის მალე შეიცვლება და ნოდარი მეუბნებოდა ერთი კონტეინერი მაყუჩები მაქვს ჩამოტანილი. ძალიან პროდუქცია მაქვს ძალიან ბევრი შეგვიძლია. საქართველოს მასშტაბით მოუმარებოთ ყველა ავტომოყვარული, როგორც ყველანაირი პროდუქციით. ნებისმიერ პროდუქციით, რაც ეხება, რაზეც ახლა ამ ხუთას შეზღუდვა.
ასე რომ ჩვენს ავტომოყვარულ მეგობრებს ბევრ ცხენიზალებს უსურვებთ. მადლობა თქვენ და კარგად გონებო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გამოგრჩა, მინდა გითხრათ, როგორ გაუშვებდით კრის ჰარის ისე, რომ ჩვენ, მე და გიორგი, ორი ჰონდაზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანი, ჰონდაზე არ ვკითხავდით ასრს. მოდი ესეც მოვისმინოთ, მე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით სტუდიაში. კრის, რას ფიქრობ ახალ Honda Civic Type-ზე? Oh, fabulous. ზღაპრული მანქანაა, მართლაც განსაკუთრებული. სირცხვილია რომ ეს ბოლოა. Best from the საუკეთესო წინაწამყვანი შასია, რაც კი გზაზე მინახავს. უბრალოდ ხანდახან გავიწყდება და ფიქრობ, რომ ეს მანქანა 4-ვე წამყვანია, რადგან ძალიან კარგია და ასევე ლურჯი მომწონს. დღეს ჩვენი გაცემის პირველი სტუმარია ავტობლოგერი, იუთუბერი, ჩვენი ბავშვობის ღრმად, ბავშვობის მაგაცი გიორგი პაპელიშვილი. პირველ რიგში მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. შენ გამომწერებსაც ალბათ ბევრს ვინც გიყურებს, ყველას აინტერესებს შენი ისტორია, როგორ დაიწყო შენი YouTube არხი, რა იყო ამის ინსპირაცია? სხვათა შორის დაიწყო ძალიან უცნაურად და მოულოდნელად COVID-ის დროს, როდესაც ყველა და ყველაფერი გაჩერდა და ჩვენთან სარეკლამო მიმართულებით აღარ ქონდა არანაირი პროექტები, ჩავჯექით სახლში. სხვათა შორის პირველი ვიდეო საერთოდ ხალათში მაგ გადაღებული შესაძლებელში, ხო, აი საერთოდ სხვა რაღაცა უნდა ყოფილიყო. უნდა გვეჩვენებინა რა ხდება კამერის უკან, როგორ მიმდინარეობს გადაღებები და ასე შემდეგ და რაღაც თავისით მოხდა ისე რომ წავედით მანქანებში პირველი ხო მახსოვს რომ ადრე ბექსტეიჯებსაც იღედი ფოტოების თემატიკა კი ერთი ეგეთი ვიდეოც ჰქონდა ზუსტად ან მაგით დავიწყეთ რომ როგორ გადავიღოთ მანქანები მე იქ რაღაც მაზერატის გასაღები ვაჩვენეთ ვიდეოში ამ მაზერატის მიმართ წამოვიდა ინტერესი გადავიღეთ ეს მაზერატი მე ერთ-ერთმა კომპანიამ დაგვირეკა ისე რომ საერთოდ 41 გამომწერი ყავდა არხს თუ რაღაც ან მეგობრები მარტო დაგვირეკა ერთ-ერთმა კომპანიამ შემოგთავაზა რომ მოგცემთ მანქანას გატესტეთ და რავი რაც გინდათ გადაიღეთ თქვენს გემოზე ასე ვთქვათ ეს 1-2-ს და მიყვა და ისე წავიდა რომ წავით მანქანებში როდესაც საერთოდ სხვა იდეოლოგიით დავიწყეთ YouTube-ი ასე ვთქვათ რა პირველი კომენტარი თუ გახსოვს პირველი კომენტარი გუახტილად რო გითხრა არ მახსოვს, იმიტომ რომ ყველა ჩემი ძმაკაცი მეგობარი, ვინც მიცნობდა და გულშევატკირო შემოდიოდნენ და ემოჯებს წერდნენ თავიდან, ასე რომ რომელი ემოჯი იყო ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს. ჩვენ გვახსოვს, მაგრამ მოდი. ვერ ვიტყვით მაგას. სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, რაღაც სხვა ვიდეოებსაც კომენტარებს ხო უყურებ. ნეგატიური კომენტარები არ იწერება ჩემს ვიდეოებზე. აი ძალიან იშვიათად გამოერევა ვიღაცა, დაწერს რაღაც ძალიან საშინელებას, მაგრამ ვიცი რომ ეს არის გავლით. ან აუდიტორიის ნაწილი არ არის რა, შემთხვევით გამოვიდა ვიდეო, ნახა და ისეთ რაღაცას წერს, რომ უბრალოდ ამ სიცილი უნდა დაურიფლაიო რა, სხვა კამათში შესვლას აზრიც არ აქვს. რამე ინციდენტი თუ ქონია გადაღების დროს? კი, რამდენიც გინდა. აი ერთი ისეთი რომ გაიხსენო ყველაზე. ერთი ისეთი ესე საქვეყნო ცნობილი არის რომ ავტომობილი რომელიც დრიფტთან ასოცირდება დრიფტში დავამტვრია დავამტვრია ცოტა გავალამაზენ ისანსიურია ტექნიკური გამომართაობის ბრალი იყო ეს რეალურად რო ვისაუბროთ მაგრამ მოდი დავარქვათ რომ იყო ჩემი ბრალი რა რო რაღაც ისე არ გამოვიდეს რომ თითქოს თავს ვიმართლებ ან როდესაც უნდა გავსწორებულიყავი უკვე კოლოფი გაფუჭდა ასე რომ ვთქვა, ანუ ცლად ჩემს ვიდეოში ყველაფერი მოყოლილი მაქვს, აქ ახლა მოკლედ რო ვთქვა, კოლოფი გაფუჭდა და საითაც იყო საჭა, იქეთ წავიდა და გადავწყვიტე ცილვით, გადავსულიყავით ოფროუდზე და ამან ხო ჩაშალა ანუ ჩვენ უფრო კოლოფებს ერჩის ეს ერთ სამ მანქანის კოლოფი ჩაშალა. ხო, ნუ კოლოფი გამოვიდა ესეც, მაგრამ M4-ის G82-ის მაღალი წნევის ნასოსი როგორ არის ქართულ ტუმბო ტუმბო გავაფუჭა ნუ ეგ ხა ალბათ თავის გაფუჭდა შენ ვერ გავაფუჭებდი შენ ხელში მოუვიდა თორე ისეთი კი აი შენ ხელში რომ მოუვიდა ეგეთი რაღაცეები ბევრი მაქვს კამერის მიღმაც ესე გადაღების გარეშეც ძალიან ტექნიკური დეტალი რომელიც შეიძლება 10 წუთით ადრე პატრონს მოსვლოდა ან 10 წუთის შემდეგ მაგრამ რაღაცა ეგეთი ბედი მაქვს მაგრამ შეიძლება არ უნდა ვამბობდი ამას ხმამაღლა, იმიტომ რომ ვიღაცები აქარებს აღარ ვატყობ. გიო, აი ყველაზე მეტად რომელ ვიდეოს გამოარჩევდი შენსას? ურუსით გავუარეთ
სამ ადამიანს, ჩვენს გამომწერებს, რომლებსაც არ ვიცნობ, ერთი იყო ისეთი, რომელსაც ვიცნობდი, მაგრამ დანარჩენებს ისე ავარჩიეთ რენდომად და ისეთი ემოციური, ისეთი პოზიტიური და რაღაც სასიამოვნო ვიდეო გამოვიდა, რომ ალბათ ყველა ტესტ-დრაივის მირჩევნია და მაგას გამოვყავთ. ეს ადრე ჩვენს ქონდა ერთხელ რუსთავის ავტოდრომზე ჩავისვით ეგრე და აი ბავშვების ემოცია არასდროს არ დამავიწყდება. მე კოვიდი მქონდა მაშინ მგონი, ხო, დღემდე მახსოვს და ისეთი ის იყო რაღაცა, მაგ ემოციებს მართლა ვერაფერი ვერ გადაფარავს ალბათ. რუსთავის ავტოდრომზეც ქონდა GT3 RS-ით და Taycan Turbo S-ით წავიყვანეთ 10 თუ 11 ადამიანი წავიყვანეთ. არა, 10 ადამიანი უნდა წაგვეყვანა და ვერ ჩამოვიდნენ, მოკლედ 8 ადამიანს ძალიან კარგი დღე მოუწყვეთ და ეგეთი ვიდეოები უფრო მსიამოვნებს და მამახსოვრდება ემოციურად ვიდრე ის, რომ ჩვეულებრივი ტესტ-დრაივი გადავიღო. კი, იქაც ზოგადად მანქანასთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს და ყველა ვიდეო მომწონს პროცესი, მაგრამ ის რომ ვიღაცას უზიარებ ამ ემოციას, საერთოდ სხვა არის რა, მესმის. დღესდღეობით ეხა ტესტ-დრაივის გადაღების დროს ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, დილემა, პრობლემა, როგორც ვთქვათ, აი რა არის, რა გვხვდება? ძალიან საინტერესო კითხვა. არ მიფიქრია სიმართლე გითხრა. ალბათ არაფერი, ეს გამოყოფილი კონკრეტული პრობლემა არაფერი. ანუ თუნდაც ის რომ ის სილვია წინა კითხვას რომ დაუბრუნდეთ რომ დავამტრიეთ თუ გავაფუჭეთ თუ რაღაცა გაფუჭდა თუ რაც ვქენით, მოგვივიდა ინციდენტი, ჩვეულებრივად ჩავედით სახელოსნოში, ეს პამპერი დაუტოვეთ გასაკეთებლად და გავაგრძელეთ ტესტ-დრაივის გადაღება. ანუ ოპერატიულად ხო? ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, ასე რომ რაღაც ისეთი პრობლემა რო არსებობდეს, არა. რამდენიმე ჰქონდა ესეთი კითხვა, აინტერესებდათ, აი, მაგალითად ავტომობილებს, რასაც იღებ, დაზღვეულია ყველა? არა. არა. უმეტესობა არ არის დაზღვეული. ხო, აი ესე ძალიან ისეთი ის არის, რა ქვია, ამხელა რისკზე რომ მიდიხარ, ესეც დასაფასებელი არის ამ კუთხით. ჩვენ სიმართლე რო გითხრა, ძირითად შემთხვევაში არის პატრონების, ესე ვთქვათ, დაჟინებული თხოვნა, რომ მოდი თუ ვიღებთ, აი ესე გავაკეთოთ. ანუ არასდროს არ არის ის ჩვენი ინიციატივა, რომ მომეცი ახლა შენი მანქანა და მე ის უნდა ექსტრემალურად გამოვიყენო და ხო, რაღაცა საბურავები დაგიწვა თუ ასე შემდეგ. არა, თუ მაგაზე არ გვაქვს თანხმობა, ძალიან ისეთ მდორე კი არა და უბრალოდ არა ექსტრემალური ვიდეოებიც გვაქვს. უფრო მხატვრულ სტილში, ისეთ თავის ისტორიით უფრო რაღაც ინფორმაციულ სტილში მიყვავს ხო. აი დამწყებ იუთუბერებს, ვინც ეხა მოდის, ან ავტობლოგერებს, რა რჩევას მისცემ? რა რჩევას მივცემდი? არ ვიცი, ბევრი რაღაცა გავიარე მე 3-5 წლის განმავლობაში. ეს გამომწერების უხვი რაოდენობით არ გამოვირჩევი. და სხვათა შორის არც მაქვს მაგაზე პრეტენზია, იმიტომ რომ ვაკეთებ ცოტა ნიშურ კონტენტს. უბრალოდ მომწონს, ჯერა რომ ეს კონტენტი, ამ კონტენტს თავისი ადგილი აქვს YouTube-ზე და მივყვები. იგივეს ურჩევდი დამწყებსაც. არ გაჩერდე, აკეთე რაც მოგწონს, რაც გიყვარს და რაც გსიამოვნებს და გზაში გამოჩნდება ყველაფერი. მთავარია პირველი ვიდეო გადაიღო და ნუ ეცდები რომ პირველივე ვიდეო იყოს იდეალური. შეიძლება 100 ვიდეოს მერე გახდეს ის რაღაც შენი ხედვა რეალობა. უბრალოდ მთავარია რაღაცით დაიწყო და მერე პროცესში დახვეწავ და გაიზრდები და განვითარდები. ანუ ხშირად არის რომ ადამიანები ელოდებიან იდეალურ მომენტს, იდეალურ მანქანას, იდეალურ ამინდს, იდეალურ გუნდს გადასაღებად და ხშირ შემთხვევაში მან არც კი იწყება ხოლმე პროექტები და ანუ რაღაცა ოცნებად რჩება და იქვე კვდება, ასე ვთქვათ და მთავარია დაიწყოთ. მე ერთად ყველაზე მეტად თავიდან რომ შემოხვედი, რასაც პირველი მომხვდა თვალში, ეს იყო ხარისხი. ამ ვიდეოების რაც არის დასაფასებელი, ვიცი როგორი რთულია, ამის გადაღება, მერე მონტაჟი, გამიქსვა, იქ აუდიოს, ის ძალიან ისეთი პროცესი არის რა. 5 კაციანი გუნდი და მინდა ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადაუხადო ჩემს გუნდს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ხარისხის და ამ კონტენტის შექმნა და აქედანაც მადლობა ბიჭებო. მოკლედ, ვისაც არ გაქვთ პაპელას არხი გამოწერილი, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, გაიცნოთ რა კონტენტს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და მერე შეფასება უკვე თქვენთვის მოგვინდია. შენთვის საოცნებო ავტომობილი. ერთი, ოღონდ ისეთი ავტომობილი, რომელსაც იყოლებდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. რომელია? ბევრი ავტომობილი მომწონს ძალიან. მაგრამ ერთი ისეთი, რომელიც ალბათ არასდროს არ მომბეზრდება, არის Porsche 911.
ნებისმიერი Porsche 911 რო ავიღოთ, ყველას აქვს თავისი ხიბლი, ყველა თაობაში გამოვარჩევთ მოდელს, ეს კონკრეტული მოდელი რო არ ვთქვათ, ესე გლობალურად Porsche 911 არის, რომელიც არასდროს არ მომბეზრდება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, შენი დროისთვის, რომ დაგვითმეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გისურვებ წარმატებებს და ჩემს არხზეც გელოდებით თქვენ. სიამოვნებით. სიამოვნებით. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ჩვენი ღრმა ბავშვობის ვაკაცი, ავტობლოგერი და იუთუბერი გიორგი პაპელიშვილი. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის პროფესიონალი ავტომრბოლელი დრიფტერი ირაკლი შალიკაშვილი. პირველ რიგში გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის, რომ გამონახეთ დრო. რომ მოგვიყვე რა ეტაპზე არის ეხლა დრიფტის მიმართულება, რა გეგმები გაქვს და მე უკვე რაც გამოვიარეთ, მაგასაც კითხავთ ყველაფერს. დრიფტის მიმართულება საქართველოში ზოგადად საქართველოში ჯერჯერობით რომ საქართველოს მდგომარეობაში არის უკან და უკან წავედის, მაგრამ რაღაცა იქნება იმედია შემდეგი ეს წლებია 3 წელია უკან მიდის დრიფტი. მიუხედავად იმისა, რომ ბორელები მაღლა და მაღლა მიდიან, თვითონ ორგანიზატორები უკან და უკან მიდიან, ასე რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. რამე გადაწყვეტის გზები თუ გაქვს რამე მსგავსი? ჩვენ შეთავაზებები გქონდა ძალიან ბევრი თვითონ დრიფტერებს, რომ ისე ხდება მრბოლელები ვითარდებიან და თვითონ ორგანიზაცია არ ვითარდება და ერთმანეთში ძალიან დიდი ათდენაა. და მაგიტო რაღაცა რადიკალური ცვლილება უნდა მოხდეს. იმედია შემდეგ წელს მოხდება ეს ყველაფერი. დრიფტის ჩემპიონატის სიარულს თუ აპირებ ბოლო ეტაპის წელს რაც გვაქვს. ხო, არ ვიცი, მაგაზე სიმართლე ვიტყვი, ყოველ დღე მეკითხები იმით ვარო და არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება ვიარო, შეიძლება არა. მოკლედ, წელს იყავი ორ ქვეყანაში. ესპანეთში, ესპანეთის შიდა ჩემპიონატი იარე, თუ ეს ევროპის ჩემპიონატი იყო. არა, ესპანეთის ღია ჩემპიონატი. ღია ჩემპიონატი იყო და პირველი მოდი ამაზე ვისაუბროთ, აი რამდენად განსხვავდება იქაური ჩემპიონატი ქართული ჩემპიონატისგან, ორგანიზების კუთხით, თვითომრბოლელების კუთხით, ტექნიკის კუთხით. კონკურენცია რამდენად ისეთი იყო ძლიერი. ესპანეთის ჩემპიონატი იმიტომ შევარჩიე, რაღაც მინდოდა პირველი ნაბიჯი ევროპაში გადამედგა არა ეგრევე დრიფტ მასტერზე, არამედ რამე შიდა ჩემპიონატზე. და ესპანეთი მეულუდამ ჩამოიტანა ეგეთი ინფორმაცია, რომ მაგარი ჩემპიონატი იყო. მართლა ძალიან მაგარი ჩემპიონატია. თვითონ ივენთი აი უმაღლეს ხარისხის არის. ბორელებიც, მანქანების ყველაფერი ტექნიკა მომზადებულია, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი მაგრამ რაც არის თვითონ ჟიურის პრობლემაა, რომ ესპანელი უნდა იყო რომ მოგაგებინონ. სხვანაირად ვერ იგივე. ჟიურის პრობლემა ყველგან როგორ არის? არა, ის ძალიან სერიოზულად არის ჟიურის. ჩვენთან კიდე ეგრე არ არის, შენსაც ცოტა გაიტანა. აი, უნდა გითხრა რომ ქართველები, ესპანელები ესე ვარ თქო რა. არ ვართ ეგრე, არა. ილია თოფურიძეს ამბობენ რომ უშვილათო ქართველი არ არის. სამძიმო მდგომარეობა. თვითონ ივენთი ახლა ვერ შევადარებ ჩვენთან ივენთი რო ჯდება 50000 ესე რომ ვთქვათ, იქ რამოდენიმე მილიონი ჯდება, იმ ხელა ივენთია და აი ეს ჟიურის პრობლემა რო ყოფილიყო, ძალიან ასემონები ჩამოვიდოდი. ტექნიკის კუთხით რა უფრო მოსწონთ, როგორი ძრავებით დადიან, როგორი ავტომობილებით დადიან, რამდენად წინ ვართ ან უკან ვართ ჩვენ მათთან შედარებით ამ ეტაპზე. ჩვენთან რამოდენიმე მანქანა არის მომზადებული ისე, როგორც ევროპაში. აი შეგიძლია რომ დრიფტთან ევროპის ჩემპიონატს წახვიდე და შოროთ პრეტენზია გქონდეს რომ მოიგო. მაგრამ ჩვენთან ის 3-4 მანქანა და იქ დგას სტარტზე 50-60 მანქანა ყველა ეგეთია. ძირითადად უფრო ტურბინიან ძრავებზე არიან. LS-ი რაც ჩვენთან საქართველოში მე დღემდე ვამბობ რომ საქართველოში ყველაზე მისაღები ძრავი LS-ი არის, რადგან ატმოსფერულია და ყველაზე კაი ატმოსფერული ძრავი არის. მაგრამ ატმოსფერული ძრავი იქ აღარ გეყოფა და გინდა ტურბინია. ნუ 2JZ-ი იქნება, B58-ზე გადავიდნენ უკვე დაიწყეს. ტურბო გინდა. აი საშუალო რეინჯი შენი აზრით რამდენი ცხენი არის, რომ აი ევროპის ჩემპიონატი ეს თამამად იარო? ხო, ნახე, იქ რო გამოდიან ხოლმე ყველა დაწერია 800, 1000, 1100. 9 ცხენზე ნაკლები არავის არ აწერია და ყველა ხმარობს თითქმის ნიტროს, იმიტომ რომ ანტილაგი არავის არ უნდა რო იხმაროს და ქვედა ქართულად არ ვიცი როგორ. ქვედა მხარეს გეხმარება ნიტრო, რომ ტურბინიან ხო, დაბლებიდან ხო, დაბლებში გეხმარება. ეხლა ჩივჩანს რო ველაპარაკე, ჩივჩანი დადის 630 ცხენით და ჩვენ გვერდზე ზემო ქვეყანაში იქ უფრო რთული ტრასები არის და 630 ცხენი საბურავზე ყოფნის, მაგრამ ევროპაში ეხლა ველაპარაკე იტაისა და ჩვენთან ვის დადიოდა, პედასტალზე არა. იგებს ხოლმე სხვათა შორის მეორე მესამეზე გადის ხოლმე თითქმასაზე და
იმას 950 ცხენი ქონდა და რაღაცა ეტაპებზე მეცაც ვიღებთ. ტურბინით არეგულირებ ხონდა და ბოლო ეტაპზე ნიტრო გამეთიშავა და მაგიტო წავაგებოდა. ჩვენთან ნიტრო საერთოდ ლეგალური არ არის. აკრძალული არ არის. ხო. მე მახსოვს რა სომხები რო გამოდიოდნენ. ხო, ჩვენთან აკრძალული რატო არ ვიცი? ნუ რაღაცა მიზეზი ექნება. ყაზახეთზე აზიის ჩემპიონატზე რას გვეტყვი? ყაზახეთზე ვარ ძალიან კმაყოფილი. შემდეგ წელსაც ველოდები რო ისწავა. ისეთი სახელები ყავდა ჩამოყალიბე კავაბატა ჰიბინო, ნუ ახლა ჩივჩანი და იმებზე აღარ მინდა. რომ იქ რო ხარ უკვე კმაყოფილი. რაც არ უნდა მოხდეს. ატმოსფერო არის და სხვანაირი. ხო, რაც არ უნდა. თან თავი რაც არის ნახევარკუნძული არის გაკეთებული, სადაც ცხოვრობ, ჭამსვავ, ტრეკი გაქვს, ყველაფერი გაქვს იქ და გასვლა არ გიწევს. და ყველანი ერთად ცხოვრობ და ჩემ გვერდზე ოთახში ცხოვრობს კავაბატა, აქეთ ჰიბინო და ეგრე ხარ. ესპანეთში ზოჩადი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატი არის, მაინც გიწევს ხა. მადრიდში მანქანა გიყენია, მე ვალენსიაში გადავხვდი, ვალენსიიდან ბილბაოში უნდა ახვიდე და ხო, დიდი მანძილებია. ხო, თან ისეთი სახელები არ არიან და აქ ძალიან დიდი სახელები ჩამოყავთ და თვითონ საჯების ნიშიდა და კირვალიძე მყავდა წაყვანილი. მე რა მყავდა თვითონ ჩამოვიდა. სუდათ იყო 3 დღე. ისე ჟიურის მხრივ იქ უფრო აზიის ჩემპიონატზე უფრო კაი სიტუაცია იყო? კი, ჟიურის მხრივ უფრო შივჩანი იყო, ნიშიდა იყო, ფორმულა 1-ის მსაჯი, ვერნარი იყო. სხვათა შორის ესპანეთში ერთ-ერთ ეტაპზე სადაც დამჩაგრეს იქ ვერნარი მოვიდა ვერნარმა მოგება მომცამე და იმათმა არა და ვერნარმა განაცხადა იქ ყველანი რო შევიკრიბეთ ხოლოს ესო ჩემი პირველი და ბოლო ჩამოსვლა არისო აქ და იმის მერე მართლა არ ჩასულა და მაგის მერე შევხვდით ყაზახეთში და მადლობელი ვიყავი რა რომ ესე მხარში დამიდგა ასე თუ ისე ვიცნობთ ჩვენთან იყო მანამდე ჩამოსული და ხოჭო ხო ჟიურის პრობლემაზე ხა ვიტყვი დრიფტს აკას გვახსოვს რომ რაღაცა იყო მსგავსი მიგ ჩამოვედი იქ ეხა ისე ვიყავი თუ დამჩაგრე რაღაცა დაჩაგრული ის უნდა შეგიცვალოთ რეგალია წეს იქ ესპანეთში ეს რაღაც მარტო ვიდექი და მომიტემოძე და ჩამოვედი აქ და აქ საჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ორგანიზატორმა სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადეს და მე კი ახლიდან ჩატარდა იქ შეჯიბრი მაგრამ თქვენც იყავით იმ შეჯიბრზე მაგრამ მე აღარ ყოფილა გიოს მივანდე მე ხო და ანუ ჟიურიზე გადავალ ზოგადად რომ ყველა ამბობს რომ დრიფტი იმიტომ ვერ დაიხვეწება რომ ჟიურის ვიღაცა აფასებს და რეალურად რო იყო ყველა ავტოსპორტში ვიღაცა აფასებს აი ხა ბოლოს წრიულის ბოლა რო იყო ვერ დააჯილდოვეს და ამოიღეს 20 მანქანის GoPro და ჟიური ამ შემთხვევაში მეულუდა იყო ვიღაცა რა მახსოვს და ერთი დღე თუ ორი დღე გადიოდნენ ყველას კამერებს და მე შეაფასეს ვის ჯარიმა ქონდა, ვის არ ქონდა, ვინ ოდნავ ცუდად მოიქცა, ვინ აგრესიული იყო და მაინც გამოდის რომ ჟიური იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ ავტოსპორტში. ფორმულაში ეგრე არის. ანუ საბოლოოდ ვიღაცა პირველი კვეთავს, მაგრამ ანუ ჟიური ჯარიმებით ბევრ რაღაცას საზღვარდა. დრიფტში ძალიან ადვილი არის ჟიურის თემა, ვინც დრიფტი იცის და არა აი იშვიათად არის ხოლმე პრობლემა, რომ სადმე დიდ ჩემპიონატზე ჟიურის გადაწყვეტილებაში ვიღაცამ რაღაცა ეჭვი შეიტანოს და ისეთ ქვეყნებში ხა ესპანეთი არ არის, ესპანეთის საფრანგეთში დრიფტი არ არის განვითარებული, მან უნდა ქონოდა მაგის მოლოდინი, რომ ჩვენ ვერ გავთვალეთ, არ გვეგონა ეგრე ძალიან თუ არ უყვარდით ქართველები კი არა და ვაფშე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. დამატებით რამე მოწყობილობას ხო არ იყენებენ? მე როგორც ვიცი, იაპონიაში იყენებენ დამატებით მოწყობილობას, DOS-ი ქვია თუ არ ვწდები, ავტომობილზე მაგრდება რაღაც სენსორები და ის მერე მოწყვეტის შენელების და რაღაც ინფორმაციას აწვდის თვითონ ჟიურის. კი, აზიაში, ყაზახეთში იყო ტელემეტრია. რომელიც ძალიან ძვირი ჩდება. თვითონ ჯგუფი ძალიან დიდი ჯგუფი ჩამოდის ავსტრალიიდან და ყველა მანქანას ესე უმაგრებს სენსორებს და შენი სტრიქკოდი გაქვს. ძალიან კარგი არის ეგ თვითონ ფუტბოლელისთვის და ჩვენთან სულოდეს მე საშუალება იქნება ფედერაციასთან გარანტია იქნება ძალიან კარგი იქნება რომ ჩამოიტანონ იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ჟიურის ეხმარება და მე ბოლო ეტაპზე გადამარჩინა შეჯახება მომივიდა და ყველას უნდა რომ წავაგე და ტელემეტრით გამოიტანეს დასკვნა რომ იმას კრიტიკული შენელება ქონდა 23 კმ/სთ-ის შენელდა უცბად გარედან არ ჩანდა მე რო გადმოვიდი თქვი რომ მეთქი ეგრე იყო თქო ну а ყველას ეგ უნდა რომ წავაგე და მე ჟიური მახსნა ეს და კომენტატორებსაც გავუკვირდა ძალიან მაგარი იმიტომ რომ ეგ ერთი გადაწყვეტილება შენ ყველაფერს ცვლის მაგისტვის ხარ ჩასული და ტელემეტრიას თვითონ მრბოლელისთვის ძალიან ანვითარებს
რომ 3D-ში უყურებ შენ თავს. ყველა მრბოლეს ხედავ. და ხვდები სად რა შეცდომა დაუშვი. სად რა, აი გარბენს რო გავიგე შემოხვალ, შეგიძლია შენ თავს შეხედო, როგორი არის და სად რა გამოასწორო. შენ 3D-ში უყურებ შენ მანქანას. თან გეხმარება ის რომ ხვის მანქანებსაც ხედავ, ანუ პროგრამას გიგდებენ და ყველა ოპონენტი მის ხვდება, ის უკვე იცი როგორ დადის. იმიტომ რომ იმის ყველა მონახაზი გააქვს და ძალიან მაგარია. ძალიან საინტერესო. საინტერესო მოწყობილობა. შენთან დაგვაბარეს რამდენიმე შეკითხვა. ეს ნიკნეიმით არის ლურჯი კატა. მე დავაქვს ნიკნეიმი. მოკლედ, პირველი კითხვა არის შემდეგი. რო იცოდაო რომ შეჯიბზე არ გამოვდიოდიო, რატომ ეძახდა რა უნდოდა ჩემთან? ზოგადად სამი აი ხა რასაც ვამბობდი დაღმავლობისკენ წავიდა ხა მე და ხელოდნეშვის სპორტული რაღაც შეჯახება გვაქვს მხოლოდ სპორტული და ეს 3 წელი მაგან გააკაჩინა ესე რომ ვთქვათ მე და ხელოდნეშვილის ჰაიპმა რომ ყოველთვის საინტერესო იყო მე და ხელოდნეშვილი რო ხდებოდი იმიტომ რაღაცა შეიძლება შინაგანად სპორტული ის ქონდა ერთმანეთის და წელს დაიწყო შეჯიბრი მინდა და სულ მინდა რომ სტარტზე იდგეს ხელოდნეშვილიც მინდა, ბუჩქიც მინდა, კოდუაც მინდა, ნოდარი, ანუ ყველა მინდა, მე რომ მოვედი, ყველა დადიოდა, აბსოლუტურად. მე ნელა წავიდნენ და მე არ მინდა დამწყებებთან ვიარო. ანუ პატივცემ, მაგრამ მინდა რომ ვიარო, ვინც კარგად დადის. და ხელოდნეშვილის და ჩემ შორის იყო დიდი რაღაც ესეთი უთანხმოება, იმიტომ რომ fan base-ები დაეჯახა ასე ერთმანეთს და ეს თვითონ უნდა იყოს მომდევნო 7-1 არის ოფიციალურად ანგარიში. ასე რომ ის ერთის დავიმტვერეთ. ტელემეტრია რო ყოფილიყო 8-0 იქნება. ეხა აუცილებლად გვიყურებს და რასეთ ყოდი აქედან? არაფერი მინდა რომ დაბრუნდეს. ანუ სხვა არაფერი და ნებისმიერ დრიფტერი ვინც წავიდა უნდა დაბრუნდეს. თუ მინდა რომ რაღაცა დრიფტი გადარჩეს. მეორე კითხვა ქონდა ესეთი რომ სულ ელეს აქებდაო და ჯეიზეც აძაგებდაო და უცებო ჯეიზეზე გადავიდაო რა მოხდაო ხო ეგ მე კიდევ ჩემაცე რომ ელესი ატმოსფეროს საუკეთესო ძრავი არის და საქართველოს ყველაზე მიღებულია იმიტომ რომ აი მაგალითად ახლა მე რაც ყავს BMW 30 ნებისმიერ დროს ჩავალ დავქოქავ და 3-4 წელი მანქანას ისე გამოვიყენებ რომ არანაირი ჩარევა არ დამჭირდება იმიტომ რომ არის ატმოსფერო მე თუ ჩავდებდი მაგაში ორჯეიზეც მე უკვე 4 კაციანი გუნდი მინდა რომ ყველა შეჯიბზე ვიარო და რაღაცეები ვაკეთო რომ თვითონ ტურბოზე ჩივჩანსაც ვკითხე რომ ჩვენ მანქანაზე ყველაფერი იშვებდა ყველა შეჯიბრის მე და მეთქი რაღაცა არასწორად ხო არ ვაკეთებულ და იმას ტურბოზე გადამულობის ქუროს ხმარო ძალიან ხშირად და მანქანას აქვს ძალიან დიდი დარტყმები კლაჩს რასაც ეძახით რა ხო ანუ იმ ტურბინაზე გაზი ესე გიდევს ბოლომდე და კლაჩი დაკავს და ატმოსფეროზე ბილად ესე ხო გასამუშავებ და საქართველოში აი რამდენად გიღის რომ ტურბინიანით იწვალო ანუ ეგ არის უბრალოდ ევროპაში ტურბოთი ახლა ყველამ კარგად იცოდა ტურბოთი რამდენსაც ჩაბერა იმდენს ხენს ამოიღებდა რა ტრეკსაც გინდა როგორც გინდა ისე მოარგებდა მე ჯეიზეს კი არ ვიცი მაგას ფერჩოთი საბოლოოდ და ანუ გამოდიდა როგორც მე ელესი მქონდა და შეჯიბრებზე რომ გამოდიოდი კოდუას ჯეიზეტი მქონდა კალანდია ჯეიზეტი მქონდა ხელოდნეშვილი ჯეიზეტი მქონდა და ან სულ მაგათთან მქონდა ჯახი და ესე წავიდა ბოლო კითხვა იყო ესეთი რომ ტყარში რო გადახვდე გადმოხდებაო ტყარში რო გადახდე გადმოხდებაო ეხა თეში ვარ თორე ვიტყვი ზე და მე მაგისტრის ნათქვამა კითხვა მე ვისაუბრებ და მე მაგისტრის ნათქვამა ხო ვერაზროს ვერ მოიგებ თქო სადაც არ უნდა წახვიდე ერთ მანქანას გამოგაყოლეთ მეთქი და იქ მოგიგებ მეთქი და მე მაგას შევკვირდი მაგას და ყაზახეთში კი არა სადაც არ უნდა გაიქცეს ერთ მანქანას გავაყოლებ ასე რომ ბოლო შეკითხვა რას ურჩევ ვისაც ეხა უნდა დრიფტში მოსვლა დამწყებ დრიფტერებს აუ ძალიან რთულია დრიფტში მოსვლა თქო ბევრი არ უნდა იფიქრო თორე არ მოხვალ უნდა ადგე და გააკეთო ანუ თავარი არის რომ ვისაც გამოცდილება აქვს და ვისაც რაღაც წვალება გავლილი აქვს იმას უნდა კითხო და დაუჯერო იმიტომ რომ თავიდან მეც რომ მოვედი დრიფტში მაგ პერიოდში არ იყვნენ ეგეთი გამოცდილები მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონები ბევრი იყო მაინც დიდი გამოცდილება არ იყო იმიტომ რომ ესეთი ტექნიკა არ იყო აწყობილი და მეც რო ვეკითხებოდი ეკირვალიძეს ვეკითხებოდი მეთქი აი საბურავები როგორ გავასწორო ის არ ვიცი პროსტა დავტოვე
ხო და ეხლა არის უკვე არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც შეიძლება მიხვიდე, კითხო, პასუხი გაიგო და რაღაცა 1-2 წელი მოიგო. და შენთვის შენ თავზე არ გამოცადო დროის მოგების გარდა თანხასაც იგებ და ყველაფერს იგებ, ასე რომ ჯობია რომ გამოსტილ ხალხს რაღაცები კითხო და თუ არ გაითვალისწინებ სადღაც მაინც ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის, მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი იყო ირაკლი შალიკაშვილი, პროფესიონალი ავტომობილელი და დრიფტერი. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.